მოგესალმებით მეგობრებო, მინდა პატარა ვიდეო შემოგთავაზოთ, სადაც მინდა ვისაუბრო კაკლების გაღვივებაზე, ვინაიდან ეს დიდი პრობლემა ალბათ ბევრი გროვერისთვის. ბევრი ცდილობს ალბათ კარგი მეთოდის მოძებნას, ან ხშირ შემთხვევაში უბრალოდ კაკლებს აბარალებენ თავიანთ წარუმატებლობას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მეგობრებო, წარუმატებელი გაღვივება არის ძირითადად უფრო პირობებზე დამოკიდებული და ამის მიზეზი არ გასკდომის კაკლის ხდება პირობები, რომლებიც შეიძლება არ გავითვალისწინოთ. პირველი პრობლემა, რასაც გროვერები იშვიათად ითვალისწინებენ, არის ელემენტარული სისუფთავე. სისუფთავის არ გათვალისწინება. მაგალითად, ნიკოტინიანი ხელები ძალიან მავნებელია თესლებისთვის, რადგან ნიკოტინი საწამლავია არა მარტო ადამიანისთვის, ბუნებაში ზოგადად არ არის კარგი ეს ნივთიერება. და როდესაც დაუშვათ სიგარეტს მოწევთ და შემდეგ ამ სიგარეტიანი ხელებით შეეცდებით თესლების გაღვივებას, შეიძლება არც დაფიქრდეთ ამაზე და ეს ბუნებრივიც არის, რომ არ მიაქციოთ ყურადღება, მაგრამ ამან ძალიან დიდი როლი შეასრულოს დაუშვათ თესლის დაღუპვაში. პირველ რიგში ჩემი რჩევა იქნება სისუფთავე. საპნით დავიბანოთ ყოველთვის ხელები ძალიან კარგად და ყურადღებიანად, რადგან ეს პირველი ეტაპია წარმატებისკენ. მეორე პრობლემა რაც არის, ეს არის ზედმეტი ნესტი. ბევრისთვის ალბათ უცნაურია თესლისთვის ზედმეტი ნესტი რას ნიშნავს. იმიტომ რომ აუცილებელია წყალი თესლის გაღვივებისთვის. კი, ნამდვილად ესეა, მაგრამ თესლისთვის უფრო მნიშვნელოვანია ტენიანობა და არა უშუალოდ ნესტი. და რაში გამოიხატება ახლა ეს ალბათ ბევრი გროვერი თესლებს თავიდან წყალში აგდებს. ეს სწორია, კარგია, იმიტომ რომ თესლი არა მარტო კანაფის თესლი, ზოგადად ნებისმიერი მცენარის თესლი, როდესაც ძველდება, საკმაოდ მაგრდება და ნაჭუჭი უმყარდება. შესაბამისად, საჭიროა ძალით მოხდეს ამ თესლების შესველება. პენეტრირება, როგორც ასე ამბობენ, წყლით. ამიტომ კარგი ვარიანტია წყალში დაყოვნება თესლების, იმიტომ რომ ეს ეხმარება მას შესველებაში. მაგრამ პრობლემა აქ არის გადამეტებულ, ასე ვთქვათ, ბანაობაში თესლების. გამოცდილმა გროვერებმა იციან, რომ არ არის აუცილებელი რაღაც კონკრეტული ვადით გააჩერო, მაგალითად 24 საათი ან 48 საათი ან რაღაცა 7 დღე ან რა ვიცი, სანამ წყალში არ გასკდება თესლი, ზოგი ესეც კი აღვივებს, ეს არ არის სწორი. ყველაზე კარგი ინდიკატორი იმისა, რომ თესლი მზად არის შემდგომი ეტაპისთვის არის მისი ჩაძირვის ტესტი. თესლი შეიძლება ჩაიძიროს 4 საათშიც კი, როდესაც წყალში ჩავაგდებთ. და არ არის აუცილებელი 24 საათი და 77,000 საათი გაჩერება თესლის, ეს დამღუპელია. ზედმეტი ნესტის მეორე პრობლემა ის არის, რომ თესლს არ ეძლევა საშუალება ჰაერთან კონტაქტის და ეს მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ტენიანობასთან და ნესტთან ერთად, რომ თესლისთვის აუცილებელია ზოგადად ტენიანი ჰაერი და არა უშუალოდ წყალი. იმიტომ რომ ზედმეტი ნესტი თესლისთვის არის უბრალოდ დალპობის საშუალება. კარგი ეს გავიარეთ, ასე შემდეგ შეიძლება თქვათ, რომ ჩაძირვის ტესტის შემდეგ გადაგვაქვს ბამბაზე, მაგრამ ბამბაზეც არ სკდება თესლი. აქაც სწორედ წყლის და უჰაერობის პრობლემაა ხშირ შემთხვევაში, რადგან უმეტესობა ალბათ თესლებს აღვივებს ბამბაში, სველ ბამბაზე დებს და ზემოდან კიდე სველ ბამბას ადებს. ეს არ არის კარგი, იმიტომ რომ ბამბა ზოგადად ძალიან წყლის მოყვარული მატერიაა და ძალიან ზედმეტი რაოდენობით წყალს იწვევს. იმის მაგივრად რომ დაუშვათ ბამბა გაწუროს, ზოგიერთი გროვერი პირიქით ცდილობს რომ მაქსიმალურად დამპალი იყოს, ანუ ფაქტობრივად მთლიანად წყალი იყოს ბამბის მაგივრად, თეფშზე დებენ, შემდეგ თეფშზე კიდე წყალს ამატებენ და მოკლედ ჩვეულებრივად ვთქვათ, თესლებს ახრჩობენ. არ არის ეს სწორი.
პირველ რიგში ჩემი რჩევა იქნება ბამბის ნაკლებად გამოყენება. მე არ მომწონს ბამბა, იმიტომ რომ ძალიან ზედმეტნეს იწოვს და უბრალოდ ალპობს თესლებს უმეტეს შემთხვევაში. ყველაზე კარგი ვარიანტია რაიმე სალფეტკის, ანუ თხელი ბოჭკოვანი რაიმე მასალა, რომელიც ზედმეტ წყალს არ შეიწოვს. და ამ ესეთი სალფეტკის გამოყენების დროსაც კარგი იქნება თუ გაწურავთ, ანუ ზედმეტი წყალი არ არის აუცილებელი. ნუ ამაზე შემდგომ ვისაუბროთ, პირველ რიგში მინდა ძირითადზე გადავიდე. ეხლა აქ მაქვს რამდენიმე თესლი, ეს არის ძველი თესლები, ზოგადად გაღვივების პრობლემა უფრო ძველ თესლებს აქვთ. რომლებიც ხშირად ახლა მაღაზიებიდან გამოწერილი თესლები უმეტეს შემთხვევაში ძველებია, იმიტომ რომ უამრავი საზღვარი გადადის, უამრავ საწყობში ჩერდება და ამ პროცესში შეიძლება რამდენიმე წელიწადი გავიდეს. შესაბამისად მიზანშეწონილია სწორი პროცედურების ჩატარება. მოკლედ პირდაპირ ახლა მე მინდა აგერ მაქვს ძალიან ძველი თესლები, არ ვიცი რამდენი წლის არის, უბრალოდ აღმოჩენილი თესლებია და მაქსიმალურად შევარჩი ერთნაირი თესლები. აქ არის მე მგონი 12 დაახლოებით 13 თესლი არის და გავყოფ ხა ამას, რომ გაჩვენოთ, დაუშვათ ჩაძირვის ტესტის, ანუ აგერ დანიშნული მაქვს პაკეტები, რაშიც მოვათავსებ ამ თესლებს. პირველ პაკეტში ჩავდოთ თესლები, რომლებიც ჩაძირვის შემდეგ გადავა, ასე ვთქვათ, სალფეტკზე და მეორე კატეგორია დაუშვათ 24 საათი, რომელიც გაჩერდება, ანუ წყალში ნაჭყონპალავები, დიდი ხნით გაჩერებული თესლები. და შემდგომ უკვე პირველ პაკეტში არსებული თესლები უბრალოდ სწორი ტექნიკით, ჩემი აზრით სწორი რაც არის იმ ტექნიკით იქნება გაღვივებული და მეორე პაკეტში არასწორი ტექნიკით, რომელზეც ახლა ვისაუბრე, ზედმეტი წყალი და ესეთ ბამბა და ასე შემდეგ, ჩალპობა და გაგვდოთ თესლის და ნახოთ შედეგი უბრალოდ. მოკლედ თესლები მაქსიმალურად არის ერთგვაროვანი. ხედავთ, შევეცდები კარგად დაინახოთ, არის აბსოლუტურად ერთნაირები, ერთი ზომის, ერთი ფორმის თითქმის, ანუ მაქსიმალურად შევეცადე, რომ ერთნაირები ამერჩია. და უბრალოდ ამ თესლებს პაკეტში გადავანაწილებ. დაუშვათ 13, მოდი 6 წელს ჩავდე პირველ პაკეტში. ექვსი აქ იქნება და 7 იქნება მეორე პაკეტში. კიდევ ერთხელ ამბობ, რომ ეს არის ძალიან ძველი თესლები, არ ვიცი, შეიძლება არც კი მივიღოთ კარგი შედეგები, მაგრამ უბრალოდ მინდა შევადაროთ ამ ორი მეთოდის, დაუშვათ მეთოდისგან მიღებული შედეგები. უბრალოდ ამ პაკეტშივე დავაყოვნებ წყალში, აგერ ხედავთ ამ ტივტივებს თესლები, აგერ მეორეშიც. და უბრალოდ შევხედოთ. მოკლედ პირველ პაკეტში არსებულ თესლებს უბრალოდ ჩაძირვის შემდეგ გადავიტან სალფეტკზე, ხოლო მეორე პაკეტში არსებულ 7 თესლს დავაშვათ 24 საათი დავაყოვნებ. ანუ შეიძლება ესენიც 24 საათში ჩაიძირნონ, არ ვიცი, შეიძლება უფრო ნაკლებიც დაჭირდეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამებს უფრო დიდხანს დავაყოვნებ, ვიდრე იმებს, რომლებიც ჩაიძირება. და ვნახოთ შემდეგ გადავიტანთ ბამბაზე და უბრალოდ შედეგები შევადაროთ, რას მივიღებთ. და აი, გავიდა 3 დღე, ველოდებოდი, მეც მაინტერესებდა შედეგები. როგორც თქვით, პირველ პაკეტში ჩავდე თესლები, პირდაპირ ამ პაკეტებში რომ ჩავასხი წყალი და ჩავყარე თესლები, შემდეგ პირველ პაკეტში რომელიც იყო ჩაძირვის შემდეგ გადავიტანე სალფეტკზე და დავდე, ანუ იმით ისე როგორც მე ვთვლი სწორად როგორც არის. ხოლო მეორეს ჩვეულებრივად 24 საათი გავაჩერე, შემდეგ ბამბაში ჩავდე, ბამბაში შევფუთე, ასე ვთქვათ, სველ ბამბაში. ანუ უბრალოდ სველი ბამბა, ანუ ვერ იტყვით, რომ რაღაც ზედმეტი წყალი ასხი ან რამე, არა, უბრალოდ სველი ბამბა. ერთი ფენა და შუაში თესლები.
ხოლო ამაში უბრალოდ მეორე მხარეს არის ჯერ მინდა ვნახოთ მეორეში რა ხდება, მე ამოვატრიალებ და ვნახოთ შედეგები. მოკლედ გავხსნათ ახლა ეს, ვნახოთ სულ ბამბაში როგორ გასკდა ჩვენი 24 საათი წყალში გაჩერებული თესლები. რა შედეგი მივიღეთ. მაინტერესებს აქ იყო 7 თესლი. საერთოდ არაფერი. არანაირი მცდელობაც არ აქვს, ხედავთ, საერთოდ გაღვივების. არაფერი. ნაჭუჭიც მაგარი აქვს. ანუ ხო, არ ვიცი, ეტყობა ზედმეტი გაბერილებია ძალიან, ანუ ეტყობა თუ წყალი შეიწოვეს. აშკარად ეს დამივარდა თესლები. ნუ კაი, აქ უკვე გასაგებია ყველაფერი, ანუ თქვენს კარგად ხედავთ, ეს არის ანუ ჩვეულებრივი ბამბა, რაღაც განსაკუთრებული სქელი ბამბა რო ვთქვათ, არ არის, უბრალოდ ბამბის ქულა, ასე ვთქვათ რა, ჩვეულებრივი დაპრესივი. კარგით, ახლა ვნახოთ ეს. საერთოდ სხვანაირი შედეგი ალბათ ხედავთ. 6-ვე თესლი. იქ 7-დან არც ერთი, აქ კიდე 6-დან 6. ეს ცოტა ძალიან მაცობს როგორც ჩანს ეს ბოლო, მაგრამ დამიჯერეთ მერწმუნეთ ესე რომ გააჩეროთ, გააგრძელებენ ზრდას. არანაირი პრობლემა. ეს კიდე მე ხა გამოვიყენე ძალიან ცუდი ქაღალდი, ტუალეტის ქაღალდი ავიღე, ეგეც სპეციალურად რომ მეჩვენებინა, ამაზეც კი აქვს შედეგი. ტუალეტის ქაღალდი და ზოგადად ესეთი ცუდი ხარისხის ცელულოზა ქლორით არის დამუშავებული და ანუ საკვებში რაც არ გადის, სალფეტკში ყველაფერი ანუ ქლორიანია და არ არის მიზანშეწონილი. ეს რო ჩვეულებრივი დაუშვათ სელპაკის სალფეტკი ყოფილიყო, მინიმუმ 30%-ით უკეთესი შედეგი იქნებოდა, მაგრამ ესენიც იზრდება. 3 დღეა ვაკვირდები და ჩვეულებრივად ანუ დღითი დღე იზრდებიან. და ესე რომ დატოვოთ, ანუ ჩვეულებრივად აგერ სხვა მაქვს უბრალოდ ეს ძალიან პატარა კაკლები იყო და მაინტერესებდა. აი ესეთი შედეგია. ეს 5 დღის არის. ანუ შიგნით თვე. ეს ისევ მზად არის, ხო ხედავთ, 5 თუ 6 დღეა გასული და შიგნით არის გაღვივებული და ეხაც რო გადავგო, ეს ჩვეულებრივად ცოცხალია ესენი. აი მეგობრებო. შედეგს თავად ხედავთ. ანუ ცუდი ხარისხის თესლებსა და კარგი ხარისხის თესლებს შორის ელემენტარული რაღაცეების ცოდნა არის მარტო საჭირო. იმედია დაგეხმარებათ ეს და აწი უკეთესად გეცოდინებათ რა მეთოდი სწორად როგორ ჩაატაროთ. დაივიწყეთ ბამბა, დაივიწყეთ ბამბაში შეფუთვები და მოერიდეთ ზედმე წყალს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩაძირვამდე ეს თესლები ზუსტად 6 საათში ჩაიძირა, როცა გადავიტანე სალფეტკზე. ესე იგი ჩაძირვიდან გადაგვაქვს სუფთა სალფეტკზე, სასურველია იყოს სელპაკი ან საკვები რამე ისეთი რაც ქლორს არ შეიცავს მოკლედ. დავასრულებთ, გავწურავთ, რომ ზედმეტი წყალი არ იყოს და ესეთ პაკეტში შევფუთავთ, იმიტომ რომ აუცილებელია შიგნით ტენიანი ჰაერი და არა უშუალოდ წყალი. და კარგად ხედავთ, აი ეტყობა კიდევაც კონდენსატი, წვეთები შიგნით. ანუ ეგ იმას ნიშნავს, რომ ჰაერი ტენიანია და ზუსტად ეს ტენიანი ჰაერი უწყობს თესლებს გაღვივებაში ხელს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ამ მეთოდს შეეშვით. ამას ჯობია ჩაძირვის შემდეგ პირდაპირ მიწაში გადაიტანოთ, უფრო უკეთესი შედეგი იქნებოდა, ვიდრე ეს ორი მაინც გასკდებოდა. მოკლედ, სულ ეს იყო მეგობრებო, იმედია ამის მერე გაითვალისწინებთ ამ ჩემს პატარა რჩევებს, რომ თქვენ თვითონ ის შედეგები მიიღო და ყოველ შემთხვევაში უკმაყოფილო არ დარჩეთ.